გავბედავ და ვიტყვი, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების კულუარებში ხაზგასმით ვამბობ რაღაც უჩვეულო ხდება. არამც და არამც არ ვფიქრობ, რომ რომელიმე დე-ფაქტო ხელისუფალს აქვს უნარი აუხტეს თვით ბიზინა ივანიშვილს, რამდენადაც ეს უკანასკნელი დამფუძნებელი მამაა, თუ ბიოლოგიური არა, ბიოლოგიური ალბათ კი არა, ნამდვილად არა, მაგრამ აი დამფუძნებელი მამა კი გონიათ და იციან, რომ ძლევამოსილია ივანიშვილი და მას ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ მათთვის არამშვენიერ წამს, მაგრამ რაღაც მაინც თქვენის ნებართვით ასე ვიტყვი, ხდება და ამის მადასტურებელია შალვაია პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წოდებული პირის ამგვარი და ეს განცხადება. ჩვენ არც შემოგვიღია, ამბობს შალვაია პაპუაშვილი, ტერმინები ნაცი აკაცუკი, როდესაც თავს გესხმიან ვერბალურად, ნუ რავინ იფიქრებს, რომ ჩვენ ესე დავდგებით და უბრალოდ მოусმენთ. შალვა პაპუაშვილის განცხადების მხოლოდ ფრაგმენტი გაგაცანით, მხოლოდ ფრაგმენტი წაგიკითხეთ. რეალურად შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, გაგიკვირდებათ და თვით ბიზინა ივანიშვილის შვილს, ვაჟს, ცოტნე ივანიშვილს, რომელიც ბიზინა ივანიშვილმა როგორც საკუთარი დღევანდელი ფავორიტი ისე გამოაგორა. და ვინც ის და მომავალში სწორედ მას და არა ბერას და ან უტას, ან არ ვიცი, ეკას თუ რომ რეიდაშვილს თუ ოჯახის ფართო ოჯახის რომელიმე წევრს, არამედ სწორედაც რომ ცოტნე ივანიშვილს გადააბარებს კულუარულ, მან ჭრილიდან, კულისებიდან მართლობას ამ ჩვენი ქვეყნისა, მათ შორის შალვა პაპუაშვილის ქვეყნის ამეთქი ასე ვიტყოდი, მაგრამ შალვა პაპუაშვილის ქვეყანა, შალვა პაპუაშვილის სამშობლო, შალვა პაპუაშვილის სახელმწიფო საქართველო არ არის, რამდენადაც ეს კაცი რეალურად არის ყველა მისი განცხადება, ამის მადასტურებელია, არის რუსეთის სამსახურში. ამიტომ შალვა პაპუაშვილი ამ მარაქაში თქვენის ნებართვით არ გავვრიოთ, წავიკითხოთ რას ამბობს, გაგაცნობთ დამატებით რას ამბობს ის, მაგრამ ვიდრე ამას ვიზავდე, მანამდე გაგახსენებთ სწორედაც რომ ცოტნე ივანიშვილის განცხადებას ძალიან სამწუხაროდ მიმაჩნია, ამბობს ცოტნე ივანიშვილი, რომ დისკუსია ან დებატი, რომელიც შეიძლება დაწყებული არ იყოს, დასრულდეს ქოცი რუსი აკაცუკი ნაცის ძახილით. ერთმანეთის არგუმენტის მოსმენის, ლოგიკური ჯაჭვის, ჩამოყალიბების ნაცვლად გამართული წინადადება. შალვა პაპუაშვილისაგან განსხვავებით ეს ახალგაზრდა კაცი გაგიკვირდებათ და საკმაოდ გამართული ქართული მამამისისაგან განსხვავებით პირველ ყოვლისა შალვა პაპუაშვილს რას ვერჩით გამართულად ყოველ შემთხვევაში მეტნაკლებად საუბრობს, გაგიკვირდება, გაოცდების, ასიამოვნოდ გაოცდებით, უგრებავთ ასე ვიტყვი, ეს არაფერს არ ნიშნავს საბოლოო ჯამში, ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი თვისება, რეალურად გაცილებით მნიშვნელოვანია, რადგან ზურგს უკან ამ სიტყვების უკან რას გულისხმობს ან რა პოლიტიკის გატარება უნდა ამ შემთხვევაში ცოტნე ივანიშვილს, მაგრამ ეს კი მისი გამართული მეტნაკლებად ქართული კი შევუქოთ, მაგალითად ვასილ მაღლაფერიძე, ლიტერატორი კაცი, ან სხვები ასე გამართულად, არათუ ივანიშვილი, არამედ ვასილ მაღლაფერიძეც კი ასე გამართულად გაგიკვირდებათ და ვერ საუბრობს. შევუქოთ, აქ იგითხარით ქართული ცოტნე ივანიშვილს და კიდევ ერთხელ გავეცნოთ მის ამ სიტყვებს ძალიან სამწუხაროდ მიმაჩნია, რომ დისკუსია ან დებატი, რომელიც შეიძლება დაწყებული არც იყოს, დასრულდეს ქოცი რუსი აკაცუკი ნაცის ძახილით. სწორედ ამის პასუხად ამბობს შალვაია პაპუაშვილი, ჩვენ არც შემოგვიღიაო ეს ტერმინებიო ნაცი და აკაცუკი, როდესაც თავს გესხმიან ვერბალურად, ნუ რავინ და ვინი გულისხმება. აი ამ სიტყვის მიღმა ნუ რავინ იფიქრებს, რომ ჩვენ ასე დავდგებით და უბრალოდ მოусმენთ. ანუ ცოტნე ივანიშვილს არ უნდა იფიქროს, რომ ჩვენო შევეგუებითო ამ ნაცი და აკაცუკის თუ რა ქვია, აკაცუკის ძახილს, ხო, ქოცი აკაცუკი რუსის ძახილს, ჩვენსო უპასუხებთ სათანადოთო. რა თქმა უნდა, ყველა მიიღებს პასუხს, ნახეთ, ცოტნე ივანიშვილს სხვა რამისკენ თითქოს უფრო ასე ვიტყვი შერიგებისკენ მიხავს, ხით ჩატეხილობის დასრულებისკენ, ამ უბსკრულის ამოვსებისკენ მიხავს, კი რასაკვირველია ეს ყველაფერი ყალბია, რასაკვირველია ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ რომ ცოტნე ივანიშვილს სხვა რამ აქვს განზრახული, რასაკვირველია ცოტნე ივანიშვილი პრინციპში მაინც არასწორია დამოუკიდებლად იმის რამდენად გამართული ქართულით საუბრობს, მაგრამ აი ცოტნე ივანიშვილს ესე ზედაპირზე რაც დევს, ყოველ შემთხვევაში მიხავს თითქოს შერიგებისკენ და შალვაია პაპუაშვილი ბედავს და ამბობს რომ ჩვენო რა თქვა საკვირველია უპასუხებთ, ანუ შენ ცოტნე ივანიშვილო, მე შალვა პაპუაშვილს ნუ მკარნახობ, რას ვიზამ და როგორ ვიზამ, მე კვლავ ვიმეორებ, რომ
პირველ ყოვლისა გონია რომ რაღაც ხდება სახელმწიფო კულუარებში შესაძლოა შალვაია პაპუაშვილს აქვს ასეთი განცდა უფრო ან ინფორმაცია და განცდა რომ ეგრეთ წოდებულ რაფატკაზე თუ ლაფატკაზე დასვავს ბიზინა ივანიშვილი და მოისმის ისტორიის სანაგვეში როგორც მოუსწრია ცოტნე ივანიშვილის მამას, ცოტნე ივანიშვილის მშობელს, დამფუძნებელ მამას კი არა, აი ბიოლოგიურ და ნამდვილ მამას. მოუსწრია ივანიშვილს ვინ არა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეებიც, ვინ არ მოუსწრია და შალვა პაპუაშვილი როგორც პრინციპში მაინც არა ფართო თვალსაწიერის მქონე პირი, რომელსაც წესით და რიგით უნდა უჯობდეს რომ დაითბინოს და ამით იქნება მოვაწონოს სწორედაც რომ ივანიშვილს თავი, ახლა თითქოს აიჭრა, ახლა თითქოს ავარდა, ახლა თითქოს ცუდი სიტყვა შესაძლოა, მაგრამ უნდა ვიხმაროთ რადგან რაღაცა ყველანი ან ბევრი ჩვენგანი ხმარობს ამ სიტყვას დაგოიმდა, აიჭრა, ხო? აცეტდა თუ გნებავთ ასე ვიტყვი და შალვა პაპუაშვილი პასუხობს, გაგიკვირდებათ და სწორედ ცოტნე ივანიშვილს და როცა ვამბობ რომ რაღაცა ხდება დანიის სამეფოში, ხო? რაღაცა გამოლპა, ისედაც გამომპალია ივანიშვილის სამეფოში ყველაფერი და კულისებშიც რაღაც ხდება, მეთქი სულაც არ ვაჭარბებ. ამიტომ აგრძელებს პაპუაშვილი ბანდიტი, ამიტომ პირველ წყარო არის აქ პრობლემა, ანუ შენ ნუ მკარნახობ ახლა თანაბრად თუ გაგვიყვანეო, ეხლა ჩვენთან ნაცებიო, პირველ წყაროაო პრობლემაო. ნელუათ მათ დაიწყეს ჩვენთვის ამგვარი სიტყვების ცუდი სიტყვა აცახილი, ამგვარად შემკობაო და ჩვენს შესაბამისად ვპასუხობ. ის ვინც დაამკვიდრა ზიზღისენა და არადა ზიზღისენა დაამკვიდრა პირველ ყოვლისა რასაკვირველია ცოტნე ივანიშვილის მშობელმა მამამ. ანუ ბიზინა ივანიშვილმა. მერე მისმა ყველა პაჟმა, მაგრამ ამათ ანუ მათ შორის პაპუაშვილმა, მაგრამ ამათ ხომ უყვართ გადაბრალება სხვათათვის და აგე შალვა პაპუაშვილის გვაბრალებს, ოღონდ ჩვენ რო გვაბრალებს ეს ხომ ეს პრობლემაა, მაგრამ მინიმალური პრობლემაა, მინიმალისტური პრობლემაა. რეალურად ცოტნე ივანიშვილს ეპასუხება, ცოტნე ივანიშვილს უბედავს ამ ყველაფერს. ვაი და გაბრაზდეს ამის შედეგად, აი ამას როცა იკითხავს ბიზინა ივანიშვილი, მერე უკვე შალვაია პაპუაშვილს მოუწევს თავდახრილად მისვლა ბიზინა ივანიშვილთან და იმის ახსნა განმარტებანი, რომ მას შეცდომა არ დაუშვია, სულ სხვა რამ იგულისხმა, სულაც არ გულისხმობდა ცოტნეს და ასე შემდეგ და მე იმის დასაბუთება რომ აი უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდება პარტია თუ ამგვარ ზიზღის ენას გააგრძელებს და ბიზინა ივანიშვილი უმალ შალვა პაპუაშვილს დაკლავს პოლიტიკურად და არ გასცირავს ცოტნე ივანიშვილს. ეს ფაქტია იმიტომ რომ ცოტნე ივანიშვილისა თუ ვინმესი ეიმედება 4 შვილიდან, ეიმედება სწორედაც რომ ცოტნესი ყოველ შემთხვევაში ასეც ჩანს დღეს და დღესდღეობით აგრძელებს შალვაია პაპუაშვილი, ის ვინც დაამკვიდრა ზიზღის ენა, მისი ადგილი დემოკრატიულ პოლიტიკურ სივრცეში არ უნდა იყოს. ამას მივაქცევთ ყურადღებას ამ წინააღმდეგობას რამდენიმე წუთში. ნებისმიერი დებატი, სადაც თქვენ დაუშვებთ ნიკა გვარამიას, ქართული ზიზღის ენის შემქმნელს და გამავრცელებელს, გასაგებია იქაც მოხდება. ამბობს პაპუაშვილი კითხვაზე, იზიარებს თუ არა ივანიშვილის შვილის, ცოტნე ივანიშვილის განცხადებას. ნიკა გვარამიას რამდენად მიუბრუნდებით არ ვიცით, ხო, ნიკა გვარამიასაც მიუბრუნდებით, როგორ არა, სწორედ შალვა პაპუაშვილია მთავარ ავტორი ამგვარი განცხადებისა მეორე განცხადებას გულისხმობ, რომლის თანახმადაც ქართული რუსული ოცნება და მე ღიად ვამბობ ცოტნეს ეწყინება ალბათ, მაგრამ მაინც ქართული რუსული, ანუ იგივ რუსული ოცნება ახლა უკვე სულ სხვაგვარ ტაქტიკას, სტრატეგიას მიმართავს. კერძოდ აქამდე უნდა სამი პოლიტიკური სუბიექტის აკრძალვა ცოტნე, შენ მოგვართავ მერქი ასე გეტყვი, ახლა უკვე 4 პოლიტიკური სუბიექტის აკრძალვა უნდა. ეს პოლიტიკური სუბიექტებია რომ გავიხსენოთ ნაციონალური მოძრაობა დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი, თავმჯდომარე თინა თინბოკუჩავა, ეს არის ლელო ძლიერი საქართველოს დამფუძნებელი და თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, ეს არის კოალიცია ცვლილებისათვის ხსენებული გვარამია, რომელშიც სამი პოლიტიკური სუბიექტია, ესე იგი ახალი გირჩი ზურა ჯაფარიძისა და დროა პოლიტპატიმარ ელენე ხოშტარიასი. ეს სამი პოლიტიკური სუბიექტი ამათ აკრძალვაზე შეიტანა საკონსტიტუციო სარჩელი შალვაია პაპუაშვილმა, მაგრამ ეს სარჩელი გამოიხმო ახლა ქართულმა რუსულმა ოცნება, იგივ რუსულმა ოცნებამ და ახალი სარჩელი დაუმატა. რატომ? იმიტომ რომ სარჩელს როგორც ასე თურმე როგორც ასეც აქვს 9 თვიანი ვადა და 9 თვეში ვერ ჩატარდა ეს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა, ვერ აიკრძალა ხსენებული სამი პარტია და ახალი ვადა რომ ჩაირთოს, ახალი სტარტი რომ დაიწყოს, მათ მიუმატეს, ანუ ის გამოიხმეს, ახალი დოკუმენტი შექმნეს, დაწერეს და ამ სამ სუბიექტს მიუმატეს მეოთხე პოლიტიკური სუბიექტი ფედერალისტების სახით.
ფედერალისტებთან დაკავშირებით ბევრთვენგან შესაძლოა აქვს რაღაც უარყოფითი დამოკიდებულება, შესაძლოა აქვს დამოუკიდებლობითი დამოკიდებულება, მნიშვნელობა რა, არც ერთი პოლიტიკური სუბიექტის აკრძალვა დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეიძლება, რომ ვიცოდეთ, როგორც ქართული ოცნება იმიტომ კი არ გრძალავს, რომ არა მხოლოდ იმიტომ გრძალავს, რომ არადემოკრატიულია თავად, არამედ იმიტომ, რომ ამ პოლიტიკური სუბიექტებისა და მათი მზარდი რეიტინგისა ეშინია ეს პრინციპში არაერთხელ განაცხადა სწორედაც, რომ შალვა პაპუაშვილმა და არა მხოლოდ მან ესენიო იზრდებიანო, ესენიო ძლიერდებიანო და აქედან გამომდინარე ბუნებრივია რომ უნდა აღვგზავნო ამას კადრულობს 21 საუკუნეში დამოუკიდებელ საქართველოში 100 რამდენი წელია 105 105 კი არა 108 წელიწადია გასული დამოუკიდებლობის აღდგენიდან 1918 წელს კარგი ის დამოუკიდებლობა დამარცხდა 1921 წელს ოკუპაცია მოხდა ჩვენი ქვეყნისა და უკვე შემდგომ ანექსია 35 წელია გასული დემოკრატიული, დაფუძნებული, აღდგენილი დამოუკიდებელი საქართველოსთან 91 წლის 9 აპრილიდან და აი ამას კადრულობს შალვა პაპუაშვილი უკვე წარმოიდგინეთ რეგრესის რა ხელა გზაზე ვართ, როდესაც პოლიტიკური პარტიები იკრძალება დამოუკიდებლად იმისა მოგწონთ თუ არა ეს პოლიტიკური სუბიექტები, პოლიტიკური პარტიები იკრძალება და პოლიტიკური პარტიები რომ იკრძალება, პოლიტიკოსებიც აიკრძალება და პოლიტიკაც აიკრძალება. ეხლა კიდევ ერთხელ მიუბრუნდები, მიუხედავად იმისა, რომ მაქვს ერთგვარი საფუძველი, რომ არ მივუბრუნდე ამ პოლიტიკურ სუბიექტს, ფედერალისტების პარტიას, ხო? ანუ გიგა ბოკერია, თამარ ჩერგოლიშვილი და სხვა კარგი ადამიანებიც ამავე პარტიაში. მიუბრუნდები ამ პოლიტიკურ სუბიექტს და ვიტყვი ასე, მოგწონს თუ არ მოგწონს, ეს არის პოლიტიკური სუბიექტი თავისი სწორი ან არასწორი, ვისი აზრით, ზოგის აზრით არასწორი, ზოგის აზრით სწორი მესიჯებით. იგივე ხება ნაციონალურ მოძრაობასაც, იგივე ხება ლელო ძლიერ საქართველოსაც, იგივე ხება გვარამია ხოშტარია ზურა ჭაპარიძის ტრიოსაც. დამოუკიდებლად იმისა, მოგწონს თუ არ მოგწონს, ეს არის პოლიტიკური სუბიექტი. აბსოლუტურად სწორად ბრძანებს კალატორი ჩერგოლიშვილი, თუ არ ვწდები დღეს თუ გუშინ დღეს უფრო უსმინემ მას მის ვიდეო ბლოგს სწორს ბრძანებს ამგვარ რამეს. ჩვენ ისედაც არ ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობას, მანამ სანამ ერთი პარტია მაინც აკრძალულია, ამ შემთხვევაში თქვა ნაციონალური მოძრაობა, ამგვარად დამარცხებული ნაციონალური მოძრაობა ჩვენ არ გვინდა, ჩვენ გვინდა კონკურენციაში დამარცხებული ნაციონალური მოძრაობა, თუ რა ვიცი, ლელო ძლიერი საქართველოს თუ სხვა რომელიმე სუბიექტი და სწორი ბრძანება ლელო ძლიერი საქართველოს გარდა დანარჩენ სამ პოლიტიკურ სუბიექტთან, ანუ გვარამიასთან, ზურა ჯაფარიძესთან და ელენე ხოშტარიას სუბიექტებთან ხსენებული ფედერალისტები არიან ალიანსში, ერთ ალიანსში და სწორი ბრძანებაა ძირითადად კალატორი ჩერგოლიშვილი ამბობს ხოლმე ამას და მე პრინციპულად ვეთანხმები ამ მოსაზრებას, რომ არჩევნებამდე უნდა დამარცხდეს ქართული ოცნება და არჩევნები თუ მაინც და მაინც მიიღებს მონაწილეობას ქართული ოცნება იმ არჩევნებში ამგვარი აქცენტის სიმართლე გითხრა არ არის იშვიათად მომისმენია, მაგრამ თუ მიიღებს ალბათ ამასაც გულისხმობენ და შესაძლოა არც ლეგიტიმური უფლება მათი რომ ნებისმიერი სტრატეგია აირჩიონ თუ არჩევნები ჩატარდა ეს უნდა იყოს მხოლოდ ფორმალობა, ფორმალიზება რამდენ პროცესს მიიღებს ისედაც მანამდე დამარცხებული ქართული იგი რუსული ოცნება მე რომ მკითხოს საერთოდ არ უნდა მონაწილეობდეს ქართული რუსული ოცნება ანუ ბიზინა ივანიშვილის პარტია არჩევნებში. ხა რას ადასტურებს ამ დაგოიმებული ცოტა აჭრილი, ავარდნილი შალვა პაპუაშვილის ეს განცხადება, პირველ განცხადებას მიუბრუნდები, პასუხი ცოტნე ივანიშვილს. ეს ადასტურებს სწორედაც რომ რაღაცა ხდება გამომპალ დანიის სამეფოში, ანუ ბიზინა ივანიშვილის სამეფოში რაღაცა ხდება და ეს ხო საბოლოო ჯამში უმასშტაბო კაცია, ეს ხო საბოლოო ჯამში ვიწრო ხედვიანი კაცია და იგრძნო სურნელი ამგვარი და ვიტყვი რომ ბიზინა ივანიშვილმა შეიძლება მისხიპოს, მიასხეპინოს ასე ნაუზიმეს სიტყვასაც მოვიშველებდი, მიარტყმევინოს თავი კედელზე ცხადია პირდაპირ მნიშვნელობით ნუ გაიგებთ ამას, მანაც არ უნდა გაიგოს, ანუ შეელიოს ბიზინა ივანიშვილი და ახლა ასე ცდილობს იმის ჩვენებას, რომ თვითონაც ყინჩად არის, თვითონაც მაგარია, თვით ცოტნე ივანიშვილსაც კი უხდება, არა და ბიზინა ივანიშვილს ეს უფრო გააღიზიანებს, რომ ვიცოდეთ მაინც აჭრილი კაცის განცხადებას გავს შალვა პაპუაშვილის ეს თუ გნებავთ ასე ვიტყვი, წამოწდენა და როცა დაიბარებენ აბასთუმნის უღრანებში, როცა ჩაფრინდება ივანიშვილის ვერტფრენით ან სახელმწიფოს აქვს ვერტფრენი, ხო, ალბათ აქვს. ჩაფრინდება და დაჯდება აეროდრომზე და მივა და ალოდინებს დამფუძნებელი მამა ოლიგარქი ბიზინა ივანიშვილი, იქ უკვე თავდახრილი წელმოხრილი, მოკაკაული მივა პაპუაშვილი და აიწყებს თავის მართლებას, არ გულისხმობდი მე ცოტნე ივანიშვილს, რომ იცოდეთ ბიზინა ბატონო, ამას ეტყვის, რა საკვირველია, იმიტომ რომ ამათ ხო
ეს უნარის კიდე სხვა სიტყვის შველიება შეიძლება ეს უნარის არ აქვთ რომ ბოლომდე გაუკაჩონ თუ სწორი სიტყვა ბიზინა ივანიშვილს და უთხრან რომ ხო აი ესე ვფიქრობ და რა ამერია აი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თქვენც ბატონო ივანიშვილო ხომ ამას გადაგებდით დღენიაдаг და სულ რომ ჩვენ უნდა გქონდა ჩვენი დამოუკიდებულება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და შესაძლოა გარკვეულ შემთხვევებში თქვენს და თქვენს ვაჟთანაც არ ვეთანხმებოდეთ ერთ გუნდში ვართ მაგრამ აი ახლა ამაში არ გეთანხმებით არანაირი დებატი არ არის აუცილებელი ამ დასავლეთის აგენტებთან როგორც შეიძლება უწოდებს ხოლმე პაპუაშვილი ბანდიტი ოპოზიციის წარმომადგენლებს და აი მე ამაზე ვგავარ არა ამას ვერ იზამს იმიტომ რომ თით მოკაკული ტიპია დახრილი ტიპია ბოდიშის მდგომარეობაში მყოფი პირია პაპუაშვილი რომელიც უბრალოდ აიჭრა ასე უნდა ითქვათ აიჭრა და ჩაიჭრა ვიტყვი ასე ჩაიჭრა იმიტომ რომ ბიზინა შეიძლება და არა მხოლოდ მასთან მიმართებაში მიიღოს გადაწყვეტილებები სიმართლე გითხრათ ეხლა თუ მკითხავთ ვინ უნდა იყოს შალვა პაპუაშვილმა დარბაზში რომ გადმოინაცვლოს ვინ უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბიზინა როგორ უყურებს ამას არა მოძებნის რო არ მოგატყუოთ რამდენიმე კანდიდატი კი ეყოლება მე გეტყვით ჩემს მოსაზრებას შესაძლოა ვისზე შეაჩეროს ყურადღება ოლიგარქმა ივანიშვილმა სულ მინიმუმ ბახსენება 2-3 კაცი ეს არის გამობრძმენდილთა შორის კაგებეშნიკი ან კაგებეშნიკთა შორის გამობრძმენდილი ღია გია ვოლსკი ხო რომელსაც შეუძლია თვალები მოფრუწოს და ამგვარი შეცდომებს არ დაუშვებს ის გამოცდილი კაგებეშნიკი კაცი ცეკას ინსტრუქტორი რო იყო ქ 99 წლის 9 აპრილის ჩათვლით და შემდგომ პერიოდშიც ვოლსკი გია მეორე ვინც შეიძლება იყოს ეს არის ოდნავ არა მთლად ბოლომდე მიმალული არა მაგრამ ოდნავ მიმალული თეა წულუკიანი რომელიც ამგვარ შეცდომებს პაპუაშვილმა არ დაუშვა როგორ გაბედა საერთოდ ცოტნე ივანიშვილის წინააღმდეგ თუნდაც ამ ფორმით წასვლა თეა წულუკიანიც არ დაუშვებს არ მგონია რომ დიმიტრი სამხარაძე დარწმუნებული ვარ დიმიტრი სამხარაძეზე ზარქუაზე შმარქუაზე და ვიღაცებზე აქცენტს რაც საკვირველია არ გააკეთებს ყურადღებას არ შეაჩერებს ოლიგარქი ივანიშვილი და კიდევ რა ვიცი სხვებზე და სხვებზე ნინო წილოსანზე ვის სპიკერია ახალ ნინო ან ეკატერინე ჭიჭინაძეზე ან სხვებზე მესამე არ მახსენდება ისეთი გამოცდილი პირდაპირი კაგებეშნიკი ან ირიბი კაგებეშნიკი დიახ გავუბედი და ვთქვი რომ ქალბატონი წულუკიანი მიუხედავად იმისა რომ საფრანგეთში უნივერსიტეტ ენა ჰქვია იმ უნივერსიტეტს საფრანგეთში ენა დამთავრებული და წარმატებით ენა დამთავრებული ენას უნივერსიტეტ დამთავრებული სტუდენტია კი არა პოლიტიკოსია თეა წულუკიანიც გავუბედავ და ვიტყვი ემსახურება რა რუსულ ინტერესებს არის რუსეთის სამსახურში და ყველა ვინც აჩვენებს ჩემი ნაცნობების ვინც ემსახურება ბიზინა ივანიშვილს ვერ ახერხებს გამოსვლას ხო წამოსვლას ამ გუნდიდან იმიტომ რომ ხლართებს მაინც თავისი ხიბლიც აქვს იმიტომ რომ ფული აქვს დებით დიდ ფულს იღებენ ტიპები პირდაპირ იბათ მე ექსპრესში გავიგე ჟურნალისტ იმედი სალკეულ ჟურნალისტებს არ ვიტყვი ახლა ვის და არც თანხას დავასახელებ რა ასტრონომიული თანხები აქვს აი ვაკო ავალიანის ხელფასი 39000 ლარი არაფერი ნოლი ანუ ნოლი არა მაგრამ ნუ გაცილებით ნაკლები ან ერთგვარად ნაკლები ვიდრე იმედის წამყვანი ტოპ ვითომ ჟურნალისტების ხელფასები და ბუნებრივია ისედაც პატარა სულიანები სულს ისედაც ამ პატარა სულსაც გაყიდდნენ რა სიზავდნენ ვერ მოსთხოვ ყველას ნუ მე რა კოსტავობას რო ვერ მოსთხოვ გასაგებია ანდრო ჭიჭინაძეობას მზია ამაღლობა ხაი ჟურნალისტებს უნდა ვარაყო მზია ამაღლობელობას ვერ მოსთხოვ ყველას ამ წუხარო ამბავი ეს არის ბიზნეს ერთ-ერთი და ცოტნებას უნდა უთხრას მამამის რომ ერთ-ერთი დანაშაული შენი არის ის რომ შენ მოისყიდე ტიპები შენ პირდაპირ თუ ირიბად მიიბი ტიპები შენ ფულზე გააცვლევინე ამ ტიპებს სამშობლო ჩვენი ქვეყანა თუმცა არც ცოტნეს სამშობლო არ არის ჩვენი ქვეყანა მისი სამშობლოც იდენტობა შეიძლება კარგად გღერის შეიძლება კარგად უსმენს შეიძლება მოსწონს ბერად უბრალოდ უკეთესი მუსიკოსები ცხადია და ასე შემდეგ შეიძლება კარგად რა ვიცი ღვინოს კარგად ასვამს კარგადაც მეტყველებს ეს ხო შევუქე და თქვი ან 812 ან 212 ციგნი მამამისაგან განსხვავებით და პაპუაშვილისაგან განსხვავებით საკითხული ექნება მოსწონს რომელიმე ლიტერატურული გმირი ხო არ ვიცი ვინ მაღალი ჩემი მოსაზრებით მაღალი ალბათობით მაინც დათაშხიას პერსონაჟი იბოსოს მაგრამ შესაძლოა ვწდები შეიძლება თქვათ ის ამბობს რომ აი მე ვიქნებოდი დიდი კანუდოსელი ასე შემდეგ
მოკლედ კარგად მეყველებს ნორმალურ უსთხოვში, მაგრამ ის მაინც იდენტობით ქართველი არ არის, ის მაინც ჭრილშია დამფუძნებელი მშობელი. ბიოლოგიური არა, ბიოლოგიური ისედაც და ასედაც, მაგრამ სუდი კონოტაციით არ ვლაპარაკობ, დამფუძნებელი მშობელი მამისა და დედისა ჭრილშია და ახლა ამ კომბინაციას ჩალიჩობდა. ოღონდ შალვა პაპუაშვილმა აგე კოზინასარში ჩაუგდო. შალვა, დაგე, ნახვამდის.